ჩემი დროის თბილისი, ჩემი თაობის ადამიანებისგან ხსმენიათ ალბათ, რომ სულ სხვა იყო, იმიტომ რომ ყოველთვის ესეა, ისტორიულად ესეა, იმიტომ რომ ჩვენი მამების თაობაც იგივეს გვეუბნებოდა, რომ ჩვენი დროინდელი თბილისი სხვანაირი იყო. ეპოქა სხვა იყო, რა თქმა უნდა, მოცემულობა სხვა იყო. კარგად გახსენდება ყოველთვის, იმიტომ რომ მაშინ ახალგაზრდა იყავი, დამწყები იყავი, იწყებდი რაღაც შენი ცხოვრების გზის აღმართის ასვლას და აქვე ცხოვრობდი, ლადო კეცხოველის ქუჩა ერქვა, ახლა ქვია ლადო გუდიაშვილის ქუჩა. ინსტიტუტი იყო რუსთაველის 19 ნომერია თუ არ ვწდები და სამსახური დავიწყე რუსთაველის 17-ში, ასე რომ ვსწავლობდი პირველ სკოლაში პლუს, ასე რომ აი ამ პატარა კვადრატს, ასე ვთქვათ, თუ შეიძლება ესე დავარქვათ კვადრატი, ამას არ გავცილებულ ვარ. მე გახლავართ თემიკო ჭიჭინაძე, რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი. სადღაც მე-9 კლასის ბოლომდე პრინციპში არ მქონდა ეს გადაწყვეტილი, სადღაც მე-10 კლასის გარიჟრაზე რატომღაც მოუცბად მოვიდა ეს რაღაცა. და მუსიკაცოდნე იყო, მხარი დამიჭირა, ალბათ რაღაცა დაინახა ჩემში, რაღაც პოტენცია, ფარული შეიძლება არ გამჟღავნებული და ჩადეო რატო არა. რო ვაბარებდი პირველ ტურზე რო წავედი კონკრეტული ტანის ამოსით და რომ გავიარე ეს ტური, მის მერე დავდიოდი ერთ და იგივე შარვალიც იგივე მეცვა, პერანგიც, ფეხსაცმელის. ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელი იყო ბატონი გიგა ლორთქიფანიძე, საოცარი პიროვნება, საოცარი რეჟისორი, დიდი ხელოვანი და დიდი ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი რამე მომცა პირადად მე და ჩემ მეგობრებს, ვინც ერთად სწავლობდით. სადღაც მე-3 კურსზე ჩვენ წინ იყო ჯგუფი ბატონი გიზო ჟორდანიას ხელმძღვანელობით და ჩვენ ერთი კურსით უკან ვიყავით და მოხდა ესეთი რამე, როდესაც ლევან ბერიკაშვილი წავიდა ჯარში, ბატონ ლევან წულაძე იგივე ჭოლა გადავიდა მეორე კურსიდან, აირჩია რეჟისორის პროფესია და გავუჩნდათ ბიჭების ნაკლებობა ჯგუფში. ბატონმა გიზომ, აი, ბედი რა არის. კაი თვალით შემოგხედა რაღაცადღაც ალბათ ინსტიტუტშივე და 4 ბიჭი ნელ-ნელა შეგვიყვანა ეს მე-3 კურსიდან პრაქტიკულად ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ერთად და თამაშეთ სამანიშვილი, შემდეგ ვითამაშეთ ამაღა მგონი იქნება ქარი და ამან კიდე უფრო განამტკიცა ამ ჯგუფის სტატუსი, ისეთი, რომელზეც უკვე ალაპარაკდნენ არა მარტო ესეთ რიგითი მაყურებლები და რიგითი სტუდენტები, არამედ უკვე სახელოვნებო სფერო და სწავლის ლიმიტი, როდესაც ამოიწურა ინსტიტუტში, დადგა უკვე საკითხი, სად გააგრძელონ ამ ადამიანებმა, რომლებმაც ესეთ რაღაც შედეგს მიაღწიეს და დასანანი გახდა ყველასთვის, რომ გაფანტული იყო. სად და ბატონმა რობერტმა ესეთი ძალიან ესეთი ჟესტი გააკეთა, რომ პრინციპში კარი გაუღო გიზოს და დაგვითმეს მაშინ მცირე სცენა. ეს არის როგორც დამწყებ ფეხბურთელს რო კითხო, რომ აგინდა შენი რა მიზანი, კი პასუხებს, რომ მას უნდა მოხვედრა საქართველოს ნაკრებში. მე პირადად ესეთი ის მქონდა, რომ სხვანაირად ვერ წარმოვიდგენდი ჩემი მას თუ არა ჩემი ბედის დაკავშირებას რუსთაველის თეატრთან. უდიდესი პასუხისგებლობა იყო მაშინ, იმიტომ რომ მაშინაც და ყოველ დღესაც რომ იგივე გზას გავდიოდი, იგივეს გიპასუხებდით. ჩემთვის დღესაც იგივე შეგრძნება იქნებოდა ალბათ, იმიტომ რომ
შენ მოდიხარ იმ თეატრში, სადაც რომელმაც დაწერა ისტორია ქართული თეატრის. იქ არის რობერტ სტურო ამ დროს მსახიობების პლეადა იმ არაჩვეულებრივი მსახიობების, რომლებიც ბედნიერებმა ღვთაწილად რომ თითქმის ყველასთან ერთად მომიწია სცენაზე შემდგომში დგომა. ეს გავალდებულებს რაღაცას, რომ აი რაღაცნაირად ის სიმაღლეები არ უნდა დააკვირდოს. თეატრი არის დიდი მარტო მცირე სცენა არ არის. და ამიტომ რაღაცნაირად ნელ-ნელა დაიწყო ინტეგრირება დიდ სცენაზე ხაჯერ ერთ მსახიობს დაუძახეს, შემდეგ მეორეს, მერე და ეს ნელ-ნელა გავხდით ერთი მთლიანი სხეული. ესეც იყო დიდი გამართლება, იმიტომ რომ პირველივე სპექტაკლი, რომელშიც დიდ სცენაზე ვითამაშე, იყო ესეთი სპექტაკლი საშობაო სიზმერი. მერე იყო იაკობის სახარება, მერე სველია სამანი, ქალი გველი, ჰამლეტი, ბევრი, შეიძლება რაღაც გამოსცეთ. გარდა სახვის წუთები ძალიან საინტერესო პროცესია. პრინციპში რისთვისაც დღემდე ჩემთვის ღირს ამ პროფესიაში დაჭირა, იმიტომ რომ ძალიან დიდი აზარტია და ძალიან დიდ საშუალებაა იმისა გამოცადო შენი თავი სხვადასხვა სიტუაციაში, რასაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში ვერასდროს ვერ გააკეთებ. არ ვიცი, ვიღაცისთვის ალბათ ვიღაცა თulis რომ არასწორი გზა ავირჩიე და ჯობდა სხვა გაცავსულიყავი, ვიღაცა თulis რომ შენ ადგილზე ხარ, მაგრამ შენთან არ უნდა მქონდეს იმის შეგრძნება და თვითდაჯერებულობა, რომ ყველაფერს მიაღწიე და იქ ახარ, სადაც ხარ. ფერი. ბატონ მირიან შველიძის ფერები არის ჩემთვის მისი შემოქმედების და მისი რასაც უყურებს, ეს არის ჩემთვის თეატრის ასოციაცია, აქედან გამიჩნდებოდა პირველ რიგში. ფილმები? კი, რა ვიცი, მიყვარს კინოსთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა და იქაც ძალიან გამიმართლა და ძალიან საინტერესო რეჟისორებთან მომიწია მუშაობა. მითამაშია ბევრ ქართულ სერიალებში, თითქმის ყველაში, მაშინდელში. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია მსახიობისთვის როგორც სცენის მუდმივი ტრენინგი, ასევე კამერის წინ დგომის ტრენინგი. მსახიობი არ უნდა იყოს კმაყოფილი. არასდროს. არც წარსულით, არც აწყვეტი და ყოველთვის უნდა კონდეს მომავლის ხედვა, რომ აი კიდე უნდა გააკეთოს ის, რაც აქამდე არ გაუკეთებია. როგორც თვითდაწყნარება შემოგაქვს შენ თავში, იქ ჩერდება. ყოველი ახალი როლი არის ახალი გამოწვევა, ახალი გამოცდა.